და ბოლო კითხვა ბატონო ნუგზარ, როგორ ფიქრობთ, როგორი მემკვიდრეობა ხვდება მომავალ კათოლიკოს პატრიარქს და რა იქნება მისი მთავარი სირთულე, ან მთავარი გამოწვევა? წინვალე ხდება ესეთი, აი, რო იტყვენ, უნდა კაცმა ინატროსო. შევატაროთ 77-ში ან 72-ში. რა სამოთ, ეკლესია არის, ესე იგი, გაძლიერებული ბევრად. მრავალი ნაძარმონასტრებია, სასულიერო პირები, აგი 39 მღვდელმთავარი არის, სასწავლებლები არის, არა მარტო თბილისის, სხვაგანაც არის, ხო ეს სასულიერო სასწავლებლები, მრევლიც, ანუ ბევრად. რა იქნება მთავარი სირთულე როგორ ფიქრობთ? მაგრამ აქ მთავარი სირთულე დახვდება. ნახეთ, აქამდე როგორ იყო. იყო მთავარი მწყემსთავარი, პატრიარქი, რომელიც დღეს მე მგონი სულ ყველა მისი ხელდასხმულები არის. მის ზოგი არის მის დროს, მისი პატრიარქობის დროს დაიბადა, გაიზარდა და ხარისხში ავიდა. და ეხლა დააკვირდით. აი ეხლა უკვე იქნება ყველა თანაბარი იქნება. ყველა თანაბარი, რა ქვია, ძმები არიან. ამ შემთხვევაში იყო დამოკიდებულება მამა და შვილები. ეხლა არიან, რა ქვია, ძმები. ამიტომ დღეს მართვა ბევრად რთული იქნება პატრიარქისთვის. მართვა, ანუ წყემსთავრობა ბევრად რთული იქნება, იმიტომ რომ აი ეხლა ესე უბრალო იმით რომ თქვა, აი მე შენზე რამდენიმე წლით მეტი ხელდასხმა ქიროტონია და მეტი ბერი ვარ უფრო მრავალი წლის ვიდრე შენ და ასე შემდეგ მარტო ეს არ გაჭირს. აქ უნდა ძალიან ბევრი ადამიანური თვისებებით გამოირჩეოდეს. ნუ პირველი ეს არის, ეს არის მე ამას ვამბობ ყოველთვის, რომ ორგანიზაციული უნარი უნდა გქონდეს. მართვა არ არის მანდელი. შეიძლება ძალიან დიდი თეოლოგი იყოს. ძალიან დიდი, სოფლიო დონის. მაგრამ ის მთავრად დიპლომატიური ნიჭი უნდა გქონდეს აუცილებლად. ორგანიზაციული, პირველ რიგში ორგანიზაციული, იმიტომ რომ შენ ძმებს, ანუ ეპისკოპოსებს, ხო? დიახ. უნდა უმწყებს.